არ არის ხელშეკრულება, ხო შეიძლება რომ გაგვეპროტესტებინა, გაგვეჩერებინა იქ შენებლობა, რომელიც მიდის ქართული სპეციალისტების გარეშე. ჩვენ ვარჩიეთ მოლაპარაკების გზა, რომელიც მიგვაჩნია ყველაზე შედეგიან გზად. ანუ ჩვენ ვთხოვეთ მათ ჩამოვა მინისტრის მოადგილე, ჩამოვა სააგენტოს ხელმძღვანელი და ისაუბრებდნენ, ჩავიდნენ ისინი, ბევრ რამეზე ისაუბროს, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იშხანთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი გამარჯვება იყო სამინისტროსი, როდესაც თურქულმა მხარემ თავისი სპეციალისტები გამოყო, ქართულმა მხარემ და აი ესე მუშაობენ ისინი ერთად. მე ვიმაჩნია, რომ ამ ერთად მუშაობას და ერთად გადაწყვეტას პრობლემისას მივახციეთ. თქვენმა ამ გამოხშირვამ, ამ სიტყვამ გამახსენა თქვენი მოადგილის ერთ-ერთი ტელევიზიით ეთერით გამოსვლა, რომელმაც ბრძანა, რომ საქართველოში ტაშფანდურის დრო დამთავრდა. და როდესაც ტელეწამყვანმა კითხა, რომ რას გულისხმობდა ტაშფანდურში, ჩამონათვალში იყო ბოჩელი, კარერასი, სტინგის კონცერტზე თუ არ ვწდები, საზღვარი სარფის გადმოკვეთა 22,000-მა ადამიანმა ერთი დღით კონცერტისთვის ჩამოვიდა. ასეთი რანგის ვარსკვლავი რო ჩამოვა, არ არის მანდ საჭირო და აუცილებელი სახელმწიფო ბიუჯეტის ფული გავცეთ. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენ მუსიკის და ხელოვნების ხალხიც ვარ და დარწმუნებული ვარ რომ აი ფილარმონიაში სტინგი იქნება, აი ბოჩელი იქნება, ცნობილი ჯაზმენები რომელიც აყავს იქნება, აუცილებლად ჩვენ კი ერევნიდან ჩამოვლენ, ბაქოდან ჩამოვლენ ჯაზის მოყვარულები, მუსიკის მოყვარულები და იყიდიან ბილეთებს და მიმაჩნია რომ აი ეს თანხა, აი საბიუჯეტო თანხა ჩვენ უნდა ხარჯოთ იმ მიმართულებაზე ხელოვნებს, რომელსაც ძალიან უჭირს.